2 წლის განმავლობაში მაზნიაშვილის ქუჩის მოსახლეობა ითხოვდა ამ სკვერში, რომელსაც ქვია მაზნიაშვილის სკვერი და ამ ქუჩაზე, რომელსაც ქვია მაზნიაშვილის ქუჩა, ძეგლი გახსნილიყო. როცა 1918 წელს თურქები და ოსმალები მოადგენს საქართველოს და განსაკუთრებით გური აჭარას, გენერალმა მაზნიაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დამპყრობლებს პარტიზანული ბრძოლით ებრძოლა იმისათვის, რომ ჩვენი სიცოცხლე გადარჩენილიყო და კიდევ ერთხელ მას ძალიან დიდი მადლობა და უხდავყოფა მის სულს. ეს არ შეიძლება რბილი პიროვნების სახე მე გამეკეთებია. არ არსებობს ეგეთი რაღაცები. იმიტომაც არის მისი სახე, მისი გამომეტყველა ისეთი მკაცრი, რომელიც უხდებოდა მის პიროვნებას, მის საქმიანობას ერის წინაშე. არაერთი ბრძოლა გადაიტანა. ბრძოლა მაშინდელი საკავშირო მასშტაბით, ბრძოლა შემდეგ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1918 წლიდან და ის გამორჩეული იყო ძალიან ასე ვთქვათ დიდი ნიჭით, საბრძოლო ხელოვნების ნიჭით.